უკვე რამდენიმე საათია საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და მინისტრები კახეთში იმყოფებიან. ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებს სტუმრობს და მოსახლეობას ხვდება. ვანო მერაბიშვილმა კი უწყებათა ხელმძღვანელებს რეგიონის სოფლების დათვალიერება და შექმნილი ვითარების ადგილზე გაცნობა დაავალა. თავად პრემიერ-მინისტრი სოფელ კურდღელაურში ჩავიდა, სადაც უკვე მუშაობს თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო ბატალიონიც. ჭერებს ყველაფერს გავაკეთებ პრაქტიკულად მაქსიმუმ 5 დღეში ერთ კვირაში ყველა სახურავი იქნება გაკეთებული ესე ვთქვათ. შევეცდებით თუ ყველა ტიპის მასალა ჩამოვიტანოთ, რომ ეხლა ზოგს შიფერი აქვს, ზოგს ჟეშტი აქვს, ზოგს შიფერი აქვს ფაქტიურად. როგორ? ახტილია ბლეკები ამ ფულკაზე მაგალითად. ოქრიბინა არის რომ მე არ გეჟა ახტილია. ჩელი შიფერს რა მე იყო თუ გარეთ გამოიტანა, გრადი გამოიტანა. ამას ყველაფერს გავაკეთებ, დენს აღვადგენთ, გასაღვადგენთ, მაგრამ ყველაზე მთავარია სასოფლო სამეურნეო პროდუქციას უნდა მივხედოთ, რაც გადავარჩინოთ, რომ რაც ეს დავკარგეთ მოსავალი, მომავალ წელს მაინც მივიღოთ რაღაც მოსავალი მივიღოთ მომავალ წელს და ამიტომ ხნეთ უნდა ვიყოთ. ყველაფერს აი ერთ კვირაში ნახავთ აქ როგორ შეიძლება სიტუაცია მემხედველობაში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და ერთი კვირის მერე ერთად უნდა დავждდეთ და თქვენთან ერთად მოვიფიქროთ სოფლის ნორმაზე რა ღონისძიებები უნდა დავგეგმოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ აღვადგინოთ ის მდგომარეობა და კი არ აღვადგინოთ უფრო მეტი უნდა ვაწარმოოთ. მოსახლეობასთან ერთად პრემიერი სოფლების გამგებლებსაც შეხვდა და ინფორმაცია კახეთის 8 რაიონში შექმნილი სიტუაციის შესახებ მათგან მიიღო. ძალები მთელ საქართველოში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სტიქია შეეხო ცხეთათიანეთს და სამცხე-ჯავახეთს, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ამ ძალების გადანაწილება, ამიტომ ჩვენ მინდა ვიწოდოთ ზუსტი ინფორმაცია თითოეულ რაიონში, დამდგომარეობა უპირველეს ყოვლისა კომუნიკაციის პროცესით, დამდგომარეობა სახლებთან დაკავშირებით, გაზი, დენი და სასოფლო სამეურნეო კულტურასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ახლა მოვისაუბროთ კომუნიკაციაზე, სასწრაფოდ მე უკვე გაცემული მაქვს განკარგულებები. ენერგეტიკის სამინისტრო გადასულია საგანგებო რეჟიმზე, მობილიზებულია ენერგეტიკოსები, როგორც გაზის, ისე ელექტროენერგიის. მათ აქ დავალება მიღებული, რომ საჩქაროდ აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება, გაზის მიწოდება. კახეთში მოხდა მაღალი ძაბვის ხაზების ანძების წაქცევა. დღეს საღამომდე მაღალი ძაბვის ხაზები იქნება აღდგენილი, თუმცა უფრო მეტი სამუშაო არის დაბალი ძაბვის ხაზებზე, უშუალოდ ქუჩებში, დასახლებულ პუნქტებში და ჩვენ საჩქაროდ უნდა აღვადგინოთ ელექტროფიკაცია. ამ მიმართებით შტაბის შექმნიდან მუშაობენ, თუმცა მაინტერესებს თქვენი მოსაზრებით თუ რაიმში ახლა დაზარალებულ რეგიონში მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა. თადბირს საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა და მას პრემიერთან ერთად მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. სხდომაზე იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც. მიხეილ სააკაშვილმა მინისტრებს შექმნილი ვითარების დეტალურად შესწავლა, აუცილებელი ძალების მობილიზება და მოსახლეობის დასახმარებლად კონკრეტული ღონისძიებების დაწყება დაავალა. 770 სახს აქვს თელავში გადახდილი სახურავი, ელექტროგადაცემის ზოლები ბოძები ყველამ ნახეთ, მე ასფალტი ვნახე აყრილი მარტო ის კი არა და წყლის სათავო ნაგებობა არ დაზიანებული. ახმეტაში დამცავი გაბიონი არის ხოდაშენის ხევის დაზიანებული და ხიდს აქვს საფრთხე და სოფლები ოჟიო აწყური, ზემო ხოდაშენი. წნორში სახურავებია, ელექტროგადაცემის ხაზები, შიდა საუბნო გზები. სოფლებში გომბორი, რუსიანი საგარეჯოში სახლის სახურავებია გადახდილი, წყლის სათავო ნაგებობებს შეექმნა პრობლემა, იორმუღალოშია კომუნიკაციები განადგურებული, ლაგოდეხი, აფენის, ლელიანის, არეშფერანის და გიორგეთის თემები და ისეთ 80% დაზიანებულია, გადახდილია 20 რამდენიმე ათეული სახლის სახურავი, დაგლეჯილია ბოძები როგორც ყველგან. გურჯაანში სოფლებში ვაჩნა ძიანი, კალაური, შაშიანი, ვაზისუბანი, ველისციხე 100% და ისეთყვა. სახურავები აქვს სახლებს გადახდილი, კალაურის და ვაჩნა ძიანის სკოლის სახურავებია გადახდილი. მე თვითონაც მოვიარე ეს ნახე რომ სიმეთ არის. ყვარელი 8 სოფელია დასეტყვილი, რამდენიმე ასეულს აქვს გადახდილი სახურავი. მოკლედ გურჯაანის მდგომარეობით 2800 ჰექტარამდე წინასე ვარაუდობთ რომ დაისეთყვა 80-100%. თელავი 6250 ყველაზე მეტი აქ არის 80-100%-ით. ყვარელი 2028 ჰექტარი 90% განადგურებული. ლაგოდეხი ვენახი 580 ჰექტარი.
ასევე თიანეთში ეცით მოხდა ზუსტად ესეთივე. ცხეთამთიანეთში, დუშეთში ბულაჩაური დაისეთყვა. თიანეთის მუნიციპალიტეტში ერწოს ქვედა ზონაში სავარგულები, სოფელი ღულელები, სიმონიანთხევი. ცხეთაში იყო გარკვეული ზიანი. ყაზბეგში იყო ყვარცოფიესიც მინდება. სავახეთში ციცით რომ სამცხე-ჯავახეთში შეიქმნა პრობლემა. დილიდან ჩვენ აქ ყველა მოვიარეთ ეს ადგილები, პრემიერი ჩაუდგა სათავეში ამ ღონისძიებებს. მე მინდა ვანოსთხო და თითოეულაც აქვს ეს პრინციპში უკვე გადაწყვეტილი რომ შტაბი შევქმნათ. შტაბი შექმნა ნიშნავს იმას კი არა რაღაც ფორმალობას, ნიშნავს რომ შესაბამისი მინისტრები დავსხდეთ აქ გაუსვლელად კახეთში. ზუსტად დავაზუსტოთ ეს ზიანი. პირველი რომ არ დაუშვათ რომ ვინმე სახურავი არ ქონდეს უსახკაროდ იყოს, ესე იგი სადღაც უახლოეს საათებში პირველი უნდა გაიწმინდოს შეერთი თელი ქუჩები, ნახეთ რა ხდება ქუჩებში, ამოძირკული ხეები, მოგლეჯილი ბოძები და ასე შემდეგ. ასფალტი აყრილი. ჩვენ გავაკეთეთ მობილიზაცია კადრირებული ბრიგადის აქ რეზერვისტების. დიმიტრი შაშკინი არის პასუხისმგებელი ამაზე. ესე იგი ჩვენ რეზერვისტები ყველგან, მანქანები, ტექნიკა ყველგან, თავისი იქ დრუჟბებით და ვიღაც რაღაც სპეცტექნიკით. რაც ტექნიკა გაქვს თავდაცვაში გადამზიდავი, ყველაფერი აქ ხალხს დავეხმარ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩართულია. ეს პირველი. მეორე, ესე იგი, თუ ვინმე არის უსახკაროდ დაუყოვნებლივ ამის პარალელურად ამ ხალხს სადაც გადავიყვანოთ, ყველა გამგებელი იყოს პასუხისმგებელი იმაზე სოფლის გამგებლებთან ერთად, რომ ხალხი არავინ ღამე არ აღმოჩნდეს ხიაცის ქვეშ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ საჭიროა საწოლები, კარვები და პროდუქტები გამოგზავნოთ. მესამე ეს არის ხვალიდან ვიწყებთ უკვე სახურების და გადახურვას და ზოგან არის 2 ცალი და 3 ცალი შიფერი აგლეჯილია, ზოგან მთლიანთარი აგზელაც უნდა ხელნახეთ და მოკლედ ის რაც ადვილია ის ჩქარა გაკეთება თუ არა და ჩვენ უკვე ფილმებს დავუკავშირეთ თბილისში და ხო არის ეს და არის უკვე რასაც ქვია ახალი სახურავები იქნება მთლიანად ყველგან სადაც ეს გაკეთება მოძრა. დენი და გაზი აღგენა უნდა დაიწყოს, დაწყებულია უკვე და რამდენი დღე და რამდენი საათი გვჭირდება ალიკო რა აღოდგინო. ხშირად რომ მივაწოდოთ თელავს საელექტროენერგია დღეს ბოლომდე დაყენებამდე თელავს ელექტროენერგიას მივხვდით, საკმაოდ სოფლები და თელავის ქუჩები არის ყველა ბოძი არის ფუნქციონალური 280-მდე არის აქცეული და დაახლოებით 2-3 დღე დაგჭირდება მთლიანად რომ თავიდან ბოლომდე ნორმალურ რეჟიმში ჩადგეს თელი კახეთი. გაზი რამდენად გიზეგო გათიშული? გაზი გათიშული არის სოფლებში ყურძელაური, შალაური, კისისხევი, კონდოლი, დაბალი წევის საღებავ გასადენები არის დაზიანებული, აკურა, ვაჩაძიანი. შესაბამისად, ამას შევეცდებით, რომ ხვალ დღის ბოლომდე ერთიანად იყოს აღდგენილი. კაი, ესე იგი ეს გასადენები წყალი სად არის გაფუჭებული? გიორგი, სად არის? თელავში არ მოდის წყალი სახლებში? რა დაზიანება სათავე ნაგებობები? რამდენი დღე უნდა გაკეთებას? და რითი რა სისტემები გაქვს? ცისტერნები დადის? ცისტერნები. რამდენი გვაქვს ცისტერნა? წამოიღეთ ყველა ცისტერნა რაც არის ხა თელავში 9 სისტემა. თავდაცვის და შინაგანი სისტემები წამოიღეთ, თელავში წყლის პრობლემა არ უნდა იყოს, ყველგან ჩამოატაროთ წყალი დიდი რაოდენობით. კარგი, ჯანდაცვაში ხარ მოსულა ვინმე საუნდტროფებში? ხელი ხო დაახლოებით თელავში 15-მდე მიმართა, მაგრამ სუბუქი დაზიანებული და ამჟამად თავი არ არის. მოკლედ ესე ვქნათ, ჩვენ ახლა პირველი დაუყოვნებლივ ზიანი რაც არის, უნდა განეიტრალდეს. კომუნიკაციები უნდა აღდგეს. გარეთ არავინ არ უნდა დაგვრჩეს. და შემდეგი უნდა დიდი აღმშენებლობა დაიწყოს აღორძინება ამ დანგრეული უბნების სოფლების ქალაქის. ჩვენ ისე ძალიან ბევრ რაღაც ვაკეთებდი, ეხლა სხვა შორის გამოვიარეთ ჩვენ მიერ აღდგენილი ქუჩა და პრაქტიკულად ყველა ნაკლები ზიანი მას შეექმნა, იმიტომ რომ ხარისხიანად არის გაკეთებული. ეს არის რასაც ჩვენ ვაშენებთ და რასაც საბჭოთა კავშირი ის უდგეული აშენებდა. ამიტომ ეხლა რაც დაინგრა, ავაშენოთ ისე როგორც ჩვენ ვაშენებთ. და რომელსაც ვერ ანგრევს ვერც ქარი და ვერც ბიწის რა და ჯვარი გწერია. ამიტომ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეხლა ეს საქმე აქ რაც დაწყებული იყო
აქ არ უნდა დარჩეს თელავში, გურჯაანის დაზარალებულ სოფლებში, ლაგოდეხის დაზარალებულ სოფლებში, თიანეთის დაზარალებულ სოფლებში, იქ ახალციხეში და ადიგენში დაზარალებულ სოფლებში, არა მხოლოდ ეს სახლები ყველა უნდა აღდეს, აღარ უნდა დაგვრჩეს არც ერთი ცუდი გზა, არც ერთი ცუდი კომუნიკაცია, არც ერთი გაფუჭებული და ისეთი შეუხედავი ადგილი და რაც თავი ხალხისთვის უნდა გახდეს ბევრად უფრო კომფორტული ეს ადგილები, ვიდრე იყო ამ სტიქიურ უბედურებამდე. მართლა ნაომარს გავს აქაურობა. აი როგორც ომის შემდეგ რო აღადგენდა, ის უნდა აღადგინოთ ყველაფერი ხელახლა და ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ვანოს. ამიტომ ვანო უნდა იყოს ამის ყველაფრის კოორდინატორი, ცენტრი, ხელმძღვანელი და ჩვენი საქმე უნდა მივიყვანოთ უახლოეს კვირეებში და თვეებში ბოლომდე. ეს ერთი. მეორე, ვისაც გაუნადგურა მოსავალი, უნდა შევისწავლოთ კარგად, ხალხი ელოდებოდა აი თავის ყურძენს, ატამი ახლა რაღაც ნაწილი კიდე იყო დარჩენილი, დიდი ნაწილი გაყიდა, მაგრამ ხეები განადგურა, ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს პრობლემები აქვს უკვე. ჩვენ უნდა განვიხილოთ კომპენსაციების საკითხი, იმიტომ რომ საუბარი არის ამ ოჯახების ერთადერთ შემოსავალზე, 100% რომ ადგურდება, რაც არ უნდა გვიჭირდეს ქვეყანაში ბიუჯეტის საკითხი, ბევრი სხვა საკითხია. მე მინდა ვთქვა პარლამენტს რიგარეში სხვა მოვიწვიოთ, ბიუჯეტში შევიტანოთ ცვლილებები და დავუმატოთ ფული ხალხის დასახმარებლად, მათ შორის კომპენსაციების კუთხით. რაღაც ფული ახლა ჩვენ გვაქვს ის ფული გადასაფარად, მაგრამ ეხა საგანგებო სიტუაცია შეიქმნა. ნამდვილად ესეთი რაღაც შეიძლება მოხდეს 100 წელიწადში ერთხელ და ამიტომ ჩვენ შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ. პარლამენტის თხოვნა უახლოეს დღეებში გვჭირდება ბიუჯეტის ცვლილებისთვის. მე გთავაზობ შემდეგ რაღაცას, დავიშალოთ, მე არც არ მიდივარ, მე კახეთში ვჩები და შეგვიძლია საღამოს კიდევ ერთხელ შტაბის ხდომა მოვიწვიოთ, რათა შევაჯამოთ დღის განმავლობაში, გვიან საღამოს შეგვიძლია მოვიწვიოთ დღის განმავლობაში რა გავაკეთეთ ყველამ შევაჯამოთ.